სომხეთი ევროკავშირში ჯერ ვერ გაწევრიანდება, ხაზგასმით ვამბობ, ჯერ ვერ გაწევრიანდება, ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული, მათ შორის გაგიკვირდებათ და საქართველოს პოზიციასაც. მაგრამ უკვე ამ თავითვე რუსებმა გააკეთეს ამგვარი განაცხადი, ამგვარი სიტყვა თქვეს, ამგვარი სიტყვა დაიბარეს, რომ თუ სომხეთი გაწევრიანდება ევროკავშირში, ამ შემთხვევაში რუსეთის ქალაქებსა და ერევანს შორის ავიამიმოსვლა შეწყდებაო, ვაჭრობაც განახევრდებაო თუ შეწყდებაო საერთოდ. მოკლედ, ცუდ დღეში აღმოჩნდებითო მათ შორის ენერგომატარებლებსაც იმ ფასად არ მოგაწვდით, ბუნებრივ აირს, პირველ ყოვლისა, რა ფასშიც ახლა ვყიდით თქვენზეო. ეს უთხრეს პრინციპში პრემიერ ფაშინიანს, პრემიერი ფაშინიანი როგორც პასუხისმგებლიანი პირი, საკუთარ ქვეყანაზე პასუხისმგებლიანი პირი, რასაკვირველია მომავალში მით უფრო აირჩევს ევროკავშირის გზას ოღონდ თავდაპირველად ჯერ მას გადასაგორებელი, ეს სიტყვა უნდა მოვიშველიო თქვენის ნებართვით, გადასაგორებელი აქვს ამბავი ერთი და მნიშვნელოვანი ივნისში არჩევნებია და რუსეთი ერევა ამ არჩევნებში უკვე. კერძოდ რუსები ამბობენ, რუსეთი ამბობს, რომ 2 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს სომხეთისა რუსეთში და მათაც უნდა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაო. ამ 2 მილიონიდან 1,987,000 პირობითად რასაკვირველია, საერთოდაც არ აქვს სომხური მოქალაქეობა, სომხეთის მოქალაქეობა, მაგრამ მოსკოვი, პუტინი და სხვები ღიად ამბობენ, რომ არაო, მათ მაინც უნდა მიეცეთ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაო. რატომ უნდა ეს მოსკოვს? იმიტომ რომ ამ 2 მილიონი მოქალაქიდან ბევრმა 1,700,000 პირობითად პაშინიანის საწინააღმდეგო მისცეს ხმა და დარჩეს კი არა, დაბრუნდეს სომხეთში პრორუსული ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე იფიქრებს და იზრუნებს, რომ როგორმე რევანში მოახდინოს აზერბაიჯანზე, ანუ გააცოცხლოს ის საკითხი, ის პრობლემა, ის ამბავი, რასაც ყარაბაღის სიმსივნე ამბის გაცოცხლება ჰქვია, ეს მოახდინოს გააცოცხლოს ყარაბაღში სომხეთის დაბრუნების, ძალით დაბრუნების ამბავი ისტორია და დამარცხდეს მერე რასაკვირველი. ამიტომ ფაშინიანის გამარჯვება გარდაულად აუცილებელია სომხეთისთვის და გამბედავ და ვითვლით მთლიანად კავკასიისთვის, მთლიანად რეგიონისთვის. რუსეთი ართმობს, არ აპირებს, უფრო ზუსტი რომ იყო სომხეთის დათმობას და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რევანში პრორუსული ძალებისა მოხდეს სომხეთში და ფაშინიანი დამარცხდეს. მოკლედ, დიდი ამბები ელის წინ ამასობაში სომხეთს ივნისის თვეში, ივნისამდე რაღა დარჩა, ივნისამდე დარჩა 2 თვე. მანამდე, ვიდრე სომხეთში არჩევნებამდე, რუსეთი უნდა დამარცხდეს, ახლა ერთ ევროპულ სახელმწიფოს დაგისახელებთ, უნგრეთში. ახლა 12 აპრილს. იმედი, რომ უნგრეთში დამარცხდება რუსეთი, რასაკვირველია გვაქვს დამოუკიდებლად იმისა, რომ ცდარად, მოდი ვიყოთ ასე, არასწორია ამერიკის შეერთებული შტატების ცალკეული პირების კი არა, პრაქტიკულად უმაღლესი ხელმძღვანელების მხარდაჭერა უნგრეთის დღევანდელი ლიდერისადმი, თუ ლიდერისათვის, ვიქტორ ორბანისათვის არასწორია და ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება თუ დარჩება ხელისუფლებაში ვიქტორ ორბანი. ეს დროას ცხენი კაცი ევროპის სივრცეში მიუხედავად იმისა, რომ ევროპული თანამეგობრობა, ევროპის კავშირი ბოლო პერიოდია კი არა, პრაქტიკულად ბოლო 25 წელიწადია მერკელია დიდან დაწყებული დღევანდელი დღის ჩათვლით ბოლომდე ადეკვატური ვაგლახდა სამწუხაროდ არ არის. ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა ორმუზის სრუტესთან დაკავშირებული დავიდარების და ამბისა და თავგადასავლისა და ისტორიის დროს. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩათვალოთ, რომ ამ შემთხვევაში მე ვაფიქსირებ ტრამპის მხარდამჭერ პოზიციას, მაგრამ ის კი უნდა იცოდეთ, რომ ტროას ცხენი ორბანი და უკვე შემდგომ მეორე ცხენი ტროას მეორე ცხენი სლოვაკეთის დღევანდელი ლიდერი დასამარცხებელია.
და იქნება და ამის შემდეგ ევროპა ჩამოყალიბდეს ნორმალურ და ადეკვატურ მოთამაშედ მსოფლიოში. და ნორმალურობა არის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატებისა. როგორიც არის ისეთი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერისა ფიცოს დამარცხება უკვე შემდგომ და ორბანის ახლა და უფრო მანამდე კი რუსული ძალების დამარცხება საბოლოო და სამუდამო სომხეთში ეს გააძლიერებს დასავლურ სივრცეს, რომელიც პრინციპში მაინც ერთიანია, ვიტყვი ასე მიუხედავად იმისა, რომ პატარა შავმა ფისოებმა გადაირბინეს თქვათ შეერთებულ შტატებსა და თქვათ ბრიტანეთს შორის. ნახვამდის.